შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობაც ხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. მზარეული მესამე. მსახურებმა ყველაზე უკეთ იციან, რაც მათი ბატონის ბინაზე ხდება. ბალზაკი. ბოლოს გამოჩნდა კორნელისათვის მუდამ სანატრელი თბილისი. არა მზიანი და ნათელი, არამედ სევდიანი და მოღრუბლული. არაქად გამოცლილი ორთქმავალი ტიტის ვაივაგლახით მიადგა სადგურს. კორნელი ბაქანზე გავიდა. აქა-იქ დაყრილ სამხედრო ბარგზე ინგლისის კოლონიური არმიის ჯარისკაცები ისხდნენ. მათ გატროსული შავგრემანი სახეები ჰქონდათ და თავზე თეთრი ჩალმა ეხურათ. რა რჯულის ხალხია? იკითხა ვიღაც დედაკაცმა. ინდოელები, მიუგო რკინიგზელმა. გზავრები გაოცებით აცქერდებოდნენ უცხო და უცნაურ ჯარისკაცებს, რომლებიც გულუბრყვილოდ იღიმებოდნენ და თეთრი კბილების რკალს აჩენდნენ. პრეზენტ დაფენილ ბარგზე წამოწოლილი ერთი ჯარისკაცი ცერას და საჩვენებელ თით შორის გაჩრილ უმუნდშტუკო პაპიროს ეწეოდა. სქელსა და წამოზიდულ ტუჩებთან ახლოს მიიტანდა, სულ შეითქვამდა და ასე აბოლებდა. ინდოელების წინაშე უამრავი ხალხი შეგროვდა. ინგლისელმა სერჟანტმა მრისხანე სახით შეუტია ხალხს და გაფანტა. პრეზენტზე არხეინად წამოწოლილ ჯარისკაცებსაც გაუჯავდა. ჯარისკაცები მაშინვე გასწორდნენ და დადუნდნენ. კორნელიმ ჩემოდანი და კალათი აიღო. სადგურის უკან მოედანზე გავიდა და ტრამვაის დაელოდა. კოლოფივით პატარა, ღია და ფარღალალა ვაგონი საცოდავად მირახრახებდა ლიანდაგზე. ვერის ხიდზე სუსხიანმა ქარმა კორნელის ცხვირი და ყურები კინაღამ არ დააძრო. კორნელი ზემელის აფთიაქთან ჩამოვიდა და მუშა დაიჭირა. იგი რაღაც უსიამოდ შეუდგა გრიბოედოვის ქუჩის აღმართს. ესტატე მაყაშვილის ბინაც გამოჩნდა. კორნელის ნინო მოაგონდა და ისე როგორც ყოველთვის გულის ჩქარი ძგერა აუვარდა, მაგრამ მღელვარებამ მაშინვე გაუარა, რადგან პირადი ბედნიერება და ნინოსადმი სიყვარული ახლა უმნიშვნელოდ ეჩვენა თავისი ქვეყნის უბედურების წინაშე. დღე და ღამე ჯერაც არ გაყრილიყო, როდესაც კორნელი ალაყაფის კარებს მიუახლოვდა. ცარიელ ეზოში შევიდა. იგი არავის შეუმჩნევია. სარდაფში მოთავსებული მრეცხავი ქალის მარინეს ბინის პატარა ოთახის კარები დაკეტილი იყო. ხომ არ გარდაიცვალა მარინე? გაიფიქრა კორნელიმ და მოკრძალებით მიაშტერდა უბედური დედის დამუნჯებულ ოთახის კარებს, რომელზედაც პატარა მოშავო ბოქლომი ნაღველივით ეკიდა. იმ წამსვე ხრახნილ კიბეზე ესტატე მაყაშვილის ძაღლმა ყეფა ასტეხა. ეზოში გამოვარდა, მუშა შეუტია, მაგრამ მალე თავი გაანება, კორნელი იცნო და მას შეახტა. მერმე როგორც ყოველთვის კუნტრუშით აირბინა კიბე, თითქოს შინაურებს კორნელის ჩამოსვლა უნდა ახაროსო. ზარეული და გამდელი
აივანზე გამოეგებნენ კორნელის. შვილო, კორნელი! დაიძახა თავშალიანმა, კბილებ ჩაცვენილმა სალომემ და კორნელის მოეხვია. კორნელი მოხუცქალს ლოყაზე აკოცა. სველი შალისა და ბურნავათის მაგვარი უსიამოვნო სუნი ეცა. ასეთი სუნი პირველად დიდედის გარდაცვალების დროს იგრძნო. დარბაზში ცხედრის, საკმევლის, დამჭკნარი ვარდისა და ყვავილების სუნი იდგა. უსიამო და გულისამრევი. კორნელიმ შემხმარი და ლურჯი, გაბერილი ძარღვებით შემოხლართული ხელები დაინახა გამდელისა და გაიფიქრა. ამას დიდი დღე არ უწერია. ზარეული ევტიხი სირაძე გამხდარი, ხარბეჭიანი, შვახნის კაცი იყო. ჭორფლიანი სახე გახურებულ ღუმელთან მუშაობის გამო ჭარხალივით გასწითლებოდა. ხელები და ტანიც ჭორფლიანი ჰქონდა ევტიხის და ზედ ფერმჭამელი მოსდებოდა. თეთრი ხალათი ჩაეცვა, თავზე თეთრივე ქუდი, ზარეულის ჩაჩი დაეხურა, ხოლო სახელო აკაპიწებულ ხელში დასტაქარივით დანა დაეჭირა. სახეზე და ხელებზე, ისე როგორც შიშველსა და ბანჯგვლიან მკერდზე, აგურისფერი თმა ჯაგარივით დასდგომოდა. თითქოს ეს არის ქვაბი გაუხეხავს და ჟანგი და მური მოსდებიაო. ზარეულმა კორნელის ხელი ჩამოართვა, კრეჭა დაუწყო და კალათა შეათვალიერა. ნეტა სოფლიდან რა ჩამოიტანა? კორნელი სამზადში შევიდა. აქედან უშუალოდ შეეძლო უკანა კარებიდან თავის ოთახში შესვლა. წინა კარებიდან კი მაყაშვილთა დერეფანი უნდა გაეარა. კორნელიმ ოთახში პალტო გაიხადა, სავარძელზე დააგდო, მერმე კალათი გახსნა. კალათიდან საამო სუნი ამოვარდა. შიგ სანთლის არაყი, დაკლული გოჭი და ინდაური ეწყო. კომში ჩურჩხელა, თხილი და უნაბი ეყარა. კორნელიმ სანთლის არყით სავსე ბოთლი აიღო და ხელპირ დასაბანად სამზადში შევიდა. ბოთლი ევტიხის უფეშქაშა. ევტიხი მადლობა გადაუხადა და ჩამოართვა. ხალათის კალთით გაწმინდა, ლამპართან მიიტანა და გახედა. ჰო, რა ანკარა არაყია? კორნელი, გენაცვალე სულში, შეზახა მზარეულმა. ბოთლი სასოებით მკერდზე მიიხუტა. მერმე ოსტატურად ცალფეხზე შეტრიალდა და ლეკურ ბუქნა დაუარა. მისი უცნაური მომწვანო თვალები ისე ანათებდნენ, როგორც ღამეში კატისა. ზარეული მხიარული გუნების კაცი იყო, ქეიფი უყვარდა და ასე იფიქრებდით, მუდამ შეზარხოშებული არისო. კორნელის გაეცინა, არაყი და ღვინო ასე გაგიჟებით რამ შეაყვარა ამ ღმერთ გამწყრალს. ქვაბებით სავსე გავარვარებულ ღუმელს გადახედა და შეეკითხა. ჩვენებს ჯერ არ უსადილიათ? ამ წუთში დასხდნენ სადილად, ჯერ მხოლოდ სუპი მივართვი. მიუგო ევტიხიმ და არაყი კარადაში შეინახა. სამზადში წინსაფრით კოხტად მოკაზმული, ახალგაზრდა რუსი ქალი შემოვიდა. ხელში ერთმანეთზე შედგმული ღრმა თეფშები ეჭირა. კორნელის მიესალმა და უთხრა, სადილად გელოდებიან. გადაეცით ქალბატონ ვარდოს, რომ ეხლავე მოვათქო. მიუგო კორნელიმ და ცოტა არ იყოს ეწყინა, ვარდო და ნინო რომ არ შემოეგებნენ. ხელპირის დასაბანად ბაკანს მიადგა. სადაწყობ თეფშებს? გაუწყრა ევტიხი დამლაგებელ ქალს, ხელი მოხვია და ღუმელიდან მაგიდისაკენ წაიყვანა. ქალმა მზარეულს გვერდში იდაყვი, დაატაკა და შერისხა. ხელი გამიშვიშე სატანა! ნუ ცხარობ, შურა! დაყვავებით უთხრა მზარეულმა. შურამ
ოქროსფერით მის კულულები გაისწორა და მოღიმარი ცისფერი თვალებით კორნელის დარცხვენით გადახედა. Ერიჰა, ამათაც რომანი გაუჩაღებიათ, გაიფიქრა კორნელიმ და პირსახოცით ხელპირი შეიმშრალა. შურა ევტიხის აჩქარებდა. ევტიხი ლანგარზე შნიტცელს აწყობდა და საკმაზით ოსტატურად რთავდა. როდესაც შურამ ლანგარი წაიღო, კორნელიმ ევტიხის თვალი უყო. ეტყობა საქმე გაგიჩარხავ შემაცდურო. ჭირმა გადამიშენოს მაგის თავი, მიუკარებელი და ბუტია. ხელი ჩაიქნია ევტიხიმ. მერმე კორნელის წინ გაჩერდა. დოინჯი შემოიდგა და გულითადი ხმით დაიწყო. თითქო მისი მესაიდუმლე ყოფილიყოს. კორნელი, ჩვენი ბატონის ქალი არავინ მოგტაცოს. მაცადინათ იყავი. ვაი, საყვარელო, რა ქალია? მისი ნაბანიც კი არ დაიქცევა. ვინ უნდა წამართვას? რას ამბობ? ვიღაც ძალიან ნასწავლი კაცი, პლატონ მოგველაძეო, პოეტი რაფაელიო, სანდრო ხოტივარიო, ყოველ დღე დაიარებიან ბატონისას. სანდრო ხოტივარი შეკაცო ხომ ჩემი მეგობარია. მეგობარს ნუენდობი, მეგობარი მაგფერ საქმეში ავისანდობია. მეგობარი არისო, ჩემს ქალთან რომ შევისწარი. ცოლს იმიტომ გავეყარე, ჩემო კორნელი. ეს ამბავი ბევრჯერ ჰქონდა კორნელის მზარეულისაგან მოსმენილი და ამიტომ სიტყვაში აწყვეტინა. რა გაეწყობა? სიყვარული არ იქნება ძალადაო, ხომ გაგიგონია ჩემო ევტიხი ეგ სიმღერა? როგორ არ გამიგონია? გენაცვალე სულში ყველაფერი რომ იცი იმიტომ. შეაქო მზარეულმა და ახლა თავისიანსავით მეგობრულად მიმართა. კორნელი, ჩემი ბატონის ქალი ნინო შენ შექმერის და შენი უნდა იყოს კიდევაც. მორჩა და გათავდა. დაადგინა ევტიხიმ. მერმე ხორცის საჭრელ დიდდანას დასწვდა. ჰაერში სატევარივი დაატრიალა და დაიყვირა. თუ გაგიჭირდეს, შემატყობინე და დედას უტირებ ყველას. დედისა მერილისისასა? ზარეული მოკიაფე თვალებით მიაშტერდა კორნელის. კლავში სწდა და ჩაიხითხითა. კორნელი, გვასახელე, გენაცვალე სულში. კორნელის გაეცინა. ევტიხი ოთახში შეიყვანა და სანოვაგით სავსე კალათი სამზადში შეატანინა. როდესაც კორნელიმ ფრენჩი, გალიფე, ჩექმები ჩაიცვა და სადილზე წასვლა დააპირა, შეკრთა და გაიფიქრა. ევტიხის ნათქვამი არ მომეწონა. როგორც ჩანს, ნინოს არ შიყნი შემოსჩვევიან. იქნებ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა კიდეც. ეტყობა ევტიხიმ რაღაც უნდა იცოდეს, თორემ რატომ მეტყოდა, ნინო არავინ არ წაგართვასო. მსახურებმა ყველაზე უკეთ იციან, რაც მათი ბატონების ბინაზე ხდება. რაღაც რომ არ მომხდარიყო. ვარდო და ნინო ამდენ ხანს უთუოდ მომინახულებდნენ. ნეტა პირველად ეს ევტიხი არ შემყროდა. ძალზე მწითურია და იქნებ დამნავსა კიდეც. გაიფიქრა და მაყაშვილთა სასადილო ოთახის კარისაკენ გაუბედავი ნაბიჯით წავიდა.